ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი კურორტი ხალხისგან დაცლილია. 10,000-ზე მეტი მიწისძვრა მხოლოდ ერთ კვირაში ბერძნულ კუნძულ სანტორინიზე დაფიქსირდა. სკოლები დაიხურა, საზოგადოებრივი დაწესებულებები აღარ ფუნქციონირებს. საგანგებო მდგომარეობა 3 მარტამდე არის გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ ბიძგები დაბალი მაგნიტუდისაა, ისინი შეიძლება კვირობით და თვეობით გაგრძელდეს. სეისმოლოგებმა ევაკუაციის რეკომენდაცია გასცეს. უპროგნოზო სტიქია შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც უკვე იგრძნობა შედეგები. საბერძნეთი სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია ევროპაში, თუმცა ასეთი ინტენსივობის მიწისძვრა ძალიან იშვიათია. რეპორტაჟში ნახავთ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ სტიქიას პლანეტაზე. კუნძულ სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე ამ წუთებში პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეისმური და საშიში ზონაა. საათში ერთხელ აქ ერთი მიწისძვრა მაინც ფიქსირდება. ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიურმა ლაბორატორიამ გასული დღეების განმავლობაში კუნძულის მიმდებარედ 10,000-ზე მეტი მიწისძვრა დაითვალა. ამიტომაც ეგეოსის ზღვაში მდებარე ამ ბერძნულ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ისეთი ბიძგები და რყევა იყო ჩემი პატარა შოქშია. აქ დარჩენა საკმაოდ საშიშია. თავიდან საშინელება ვიგრძენი, ამის დაჯერება არ მინდოდა, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. ცივი სეზონის გამო ამჟამად კუნძულზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ოჯახების ნაწილმა კუნძულის დატოვებაზე უარი თქვა. ამ ადგილს და ამ სახლებს შეუძლია მიწისძვრას გაუძლოს. მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, ტელევიზორში ვუყურე რაც ხდება, მაგრამ ეს პერიოდი გაივლის, არ მეშინია. ამ სახლების უმეტესობა, რომლებიც კუნძულზეა, 1720 წელს აშენდა. ამ ხნის განმავლობაში აქ არაერთი მიწისძვრა მოხდა, შენობები კი ჯერ კიდევ დგას და დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დაემუქრება. მიწისქვეშა ბიძგები თებერვლის დასაწყისში გააქტიურდა. დღის განმავლობაში 30-ზე მეტი მიწისძვრა 4 მაგნიტუდას აღემატებოდა და მათი უმეტესობა 10 კილომეტრზე ნაკლებ სიღრმეში დაფიქსირდა. გასული დღეების განმავლობაში ყველაზე ძლიერი 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო, რომელიც დედაქალაქ ათენშიც კი იგრძნობოდა. ასევე კუნძულ კრეტაზე და თურქეთის ნაწილშიც 240 კილომეტრის მოშორებით. დიდმა ბიძგებმა კუნძულის სანაპირო კლდეებიდან ქვათაცვენას გამოიწვია, მცირედ დაზიანდა შენობებიც. სანტორინი დიდწილად ჩაძირული კალდერაა. გასული 180,000 წლის განმავლობაში ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი კრატერი, სადაც ბოლო ამოფრქვევა 1950-იან წლებში მოხდა. 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ საზიანო ცუნამიც წარმოქმნა. ბიძგებს მოჰყვა 7.2 მაგნიტუდის აფთერშოკიც. მაშინ მიწისძვრასა და ცუნამის 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ უფრო მეტი. მეცნიერებმა ჯერაც არ იციან თებერვალში კუნძულ სანტორინიზე გააქტიურებული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგები ვულკანს გააღვიძებს თუ პოტენციურად საშიში და დამანგრეველი მიწისძვრა ჯერ კიდევ წინ არის. საბერძნეთის მთავრობამ კუნძულ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. გახშირებული მიწისძვრების გამო სანტორინის აეროპორტიდან დამატებითი ფრენები სრულდება, რათა მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანოს. კუნძულზე მოქმედი სკოლები და კერძო დაწესებულებები უკვე დაიხურა.
სანტორინისთვის, რომელიც აფრიკული და ევრაზიული ტექტონიკური ფილების მახლობლად მდებარეობს, ბიძგები უცხო არ არის, თუმცა მუდმივი სეისმური აქტივობა აქ მაინც იშვიათია. აფრიკის კონტინენტის ხო, მიდის ევროპისკენ. რადგან უფრო მძიმეა იძირება. ხო. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ კუნძულზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან ქართველი სეისმოლოგებიც. გვყვებიან, რომ უცხო არ არის ეგეოსის ზღვაში მსგავსი პროცესები, თუმცა მიწისძვრების ამგვარი სიმრავლე სეისმოლოგებისთვის უფრო მასშტაბური სეისმო პროცესების მოლოდინს აჩენს. ათასობით მიწისძვრა არც ჩვენთან არის გასაკვირი, უბრალოდ მაგალითად ჯავახეთის ქედზე, იგივე სოფელი სამების მიდამოებში, ჯერ ისე უცნობია მთავარი ბიძგი მოხდა თუ არა. ანუ ეს მომყოლი ბიძგები, ეგრეთ წოდებული ავტორშოკებია თუ ჯერ წინასწარი მიწისძვრებია და ჯერ მთავარი არ მოხდა რა. მეორე კითხვის ნიშანია, ხომ არ გამოიწვევს ეს ამდენი მიწისძვრა, როგორც მეორად პროცესად რომელიმე ვულკანის გააქტიურებას. ცუნამის წარმოქმნის მექანიზმი ვერად უფრო კომპლექსურია. გახშირებული მიწისძვრების შემდეგ თურქეთში ზღვამ სანაპიროდან 200 მეტრით დაიწია. საბერძნეთის სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია ევროპაში. ეგეოსის ზღვაში დაწყებული პროცესები, როგორ შეიძლება აისახოს ევროპის კონტინენტზე, ამის თქმა მეცნიერებს უჭირთ და კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობენ. ხუთი კუნძულისგან შემდგარი წრიული არქიპელაგი ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელიც ყოველწლიურად 4 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. მუდმივ მოსახლეთა რაოდენობა კუნძულზე 20,000 აღწევს. მათმა დიდმა ნაწილმა კი სანტორინი უკვე დატოვა.